მეგობრებო, მოგესალმებით. მე მინდა ვისაუბრო იმ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, რაც ბევრი თქვენგანისთვის შესაძლებელია გახდა გარკვეული კითხვების დასმის მიზეზი, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აღარ ვარ აქტიური ჩემს გვერდზე მზის ადამიანი. ასევე კარგად იცით, რომ მაქვს YouTube არხი ასეთივე დასახელებით და იქაც შეიძლება ინტენსიური იყოს ჩემი საჯარო გაშლები, ისევე როგორც ამ გვერდზე, იმიტომ რომ ჯერ ეს გვერდი შეიქმნა და მერე სხვა დანარჩენი. ეს გვერდი უკვე საკმაოდ ბევრი წლის არის. და მერე უკვე იდება სხვადასხვა პლატფორმებზე, ხო, ძირითადად YouTube-ზე. მე დაახლოებით წელიწადზე მეტია შევქმნი დახურული ჯგუფი, რომელიც არის ფასიანი. სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი არის გაწევრიანებული და რატომ შეიქმნა ეს დახურული ჯგუფი და რა გახდა ამის მიზეზი? მე ეს პრინციპში მიხსენებია თქვენთვის მისაუბრე ამასთან დაკავშირებით, მაგრამ კიდევ ერთხელ განსაკუთრებით იმ ადამიანების მოსასმენად და გასაგებად, რომლებიც ცდილობენ რომ დაანამუსონ, ასე ვთქვათ, ჩემი ეს გადაწყვეტილება. მე ქალბატონო ნინო, მე თქვენ როგორი კეთილი მეგონეთ და აი რა ქნას ადამიანმა, რომელსაც ფული არ აქვს და სად არის თქვენი სიკეთე და მეგობრებო, თუ არ იცით რას ნიშნავს ურთიერთობაში სიმბიოზი, ანუ მიღება გაცემის და ბალანსის პრინციპი, ეს მე ვიქნები თუ ეს იქნება ვინმე სხვა არ აქვს მნიშვნელობა, ყოველთვის იქნება ბალანსი დარღვეული. ჩემ შემთხვევაში არაერთხელ დაირღვა ბალანსი, რაც ნიშნავს იმას, რომ როდესაც მქონდა დახურული ჯგუფის გარდა მანამდე მქონდა დიდი ჯგუფი მზის ადამიანები, სადაც 60,000-ზე მეტი ადამიანი იყო გაწევრიანებული. მე დავდექი ძალიან ბევრი არასასიამოვნო ფაქტის წინაშე. მაგალითად ეს არის ისეთი, როგორიც არის ჩემი საავტორო პრაქტიკების მითვისება, მოპარვა, სხვადასხვა ეზოთერიკოს პრაქტიკოს ტაროლოგების მხრიდან ასე უბრალოდ მითვისება ისეთი ინფორმაციისა, რომელიც პირადად ჩემი შემუშავებულია, პირადად მე მეკუთვნის, პირადად მე ვიმუშავე ამ ყველაფერზე და ამას მიაწებებენ თავიანთ ინფორმაციას, რომ თლად პლაგიატი არ იყოს. რაღაცას მიაკერებენ, გადააკერებენ, გადმოაკერებენ და მერე საკუთარ მსმენელს უზიარებენ. მიუხედავად იმისა, რომ როდესაც ადამიანი, რომელიც მაგიური ინსტრუმენტებით თამაშობს, იმიტომ რომ ადამიანი, რომელსაც ღირსება გააჩნია უპირველეს ყოვლისა და ღირსება ყველაზე დიდი წონა არის მაგიურ სამყაროში, არასოდეს არ იკადრებს ისეთ რამეს, რომ თუ აიღებს ინფორმაციას, ყოველ შემთხვევაში წყაროს მაინც მიუთითებს, მაგრამ მე დავდექი ძალიან ბევრი პარაზიტის წინაშე ბოლო წლების განმავლობაში. ამიტომაც გაუქმდა ძველი დახურული ჯგუფი, მზის ადამიანები, სადაც ასევე გაგრძელდა ძალიან ბევრი ქურდობა, პარაზიტობა ინფორმაციული და მიუხედავად იმისა, რომ განმეორდები, ის ვინც იპარავს ინფორმაციას, ყოველთვის აძლიერებს წყაროს და არა საკუთარ თავს. ჩემთვის ეს აღმოჩნდა ფრიად არასასიამოვნო. ასე რომ დანამუსების მცდელობები იმასთან დაკავშირებით, რომ ქალბატონო ნინო, მე თქვენ უფრო კეთილი მეგონეთ და ალბათ იმიტომ აღარ წერთ საჯარო გაშლებს, რომ ფასიან ჯგუფში შემოვიდეთ და იქ მოგისმინოთ, ხომ? ანუ თვლიან ადამიანები, თუმცა ყველა ადამიანი თავისი ფოკუსიდან და თავისი სულიერი სიმწირიდან განსაზღვრავს სხვა ადამიანის გადაწყვეტილებას და ქმედებას, რომ მე თურმე, ესე იგი, ვზღუდავ ინფორმაციას, იმიტომ რომ ადამიანები დახურულ ჯგუფში შემოვიდნენ. საერთოდ არ მაქვს ამის დეფიციტი, მეგობრებო. არასოდეს არ მქონია. უფრო მეცაც გეტყვით, ჩემთან დახურულ ჯგუფში არიან ზუსტად ის ადამიანები, ვინც უნდა იყვნენ. და როდესაც საუბარი არის საფასურზე, შევთანხმდეთ იმაზე, რომ სამყაროში უფასო მხოლოდ და მხოლოდ ყველი შეიძლება იყოს თაგვისთვის ხაფანგში. და თქვენ თუ ფიქრობთ, რომ გარკვეულ რიტუალებს, სიგილებს, ესე
ძირთადად გაუგებარ თქვენთვის სიმბოლიზმებს, როდესაც გიზიარებენ პრაქტიკებში, გაუგებარ ქმედებებს, როდესაც გაკეთებინებენ, იმიტომ რომ მოიზიდოთ პარტნიორული ჰარმონია, სიკეთე, სიყვარული, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ამით მით უმეტეს მაგიურ ინსტრუმენტებს რთავთ, იმიტომ რომ არ არსებობს ჩემთან გვერდზე მზის ადამიანი, თუ არ ჩავთვლით ჩემს საავტორო პრაქტიკას და მე ყოველთვის ვამბობ, რომ ნებისმიერი ადამიანის გადაწყვეტილება არის მიიღებს თუ არა რაიმე ასეთ პროცედურაში მონაწილეობას და თქვენ ფიქრობთ, რომ შესაძაც რაღაცას უფასოდ გიზიარებენ, ეს უბრალოდ აი ესე ძალიან მარტივად სრულდება თქვენს რეალობაში თქვენი ლამაზი თვალებიდან გამომდინარე. მოდი დავსაჯო მტერი, წავიდე სასაფლაოზე რაღაცა ჩავმარხო, იმიტომ რომ ვიღაცა ჟუჟუნა მოკაცრა ჩემი პირდაპირობისთვის, ესე იგი, ეს უფასოდ TikTok-ზე ან სადმე პლატფორმაზე მასალა და სამწუხაროდ თუ დააკვირდებით, დღევანდელი ქართული ეზოთერიული შემეცნებითი რეალობა გახდა ერთი ძალიან დიდი ფსიქიატრიული კლინიკა. და ეს არის აბსოლუტური რეალობა. და მე ადრე თუ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ძალიან ხმამაღლა ვსაუბრობდი, მე ამაზე აღარ ვაპირებ ხმამაღლა საუბარს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყველა ადამიანი ხვდება იქ, სადაც უნდა მოხვდეს. ზუსტად ასე არის ჩემს დახურულ ჯგუფში. არსებობენ ქართულ ეზოთერიულ სივრცეში ღირსეული ადამიანები, თავიანთი საქმის პროფესიონალები და შესაბამისად ყველა ადამიანი მიდის იქ და ხვდება იქ, სადაც უნდა მოხვდეს. მე ძალიან მეცინება ხოლმე, როდესაც ადამიანები ქველმოქმედებას მასწავლიან, ძალიან მეღიმება ხოლმე, როდესაც ადამიანები სიკეთეს მასწავლიან, მაგრამ ერთი რამ მიცოდეთ. ჩემმა დახურულმა ჯგუფმა, რომელიც შეიქმნა ზუსტად იმ ადამიანებისათვის, რომლებიც აბსოლუტურად მინიმალურ კიდევ ერთხელ განვმეორდები, საფასურად, სადაც იღებენ ზღვა ინფორმაციას და ძალიან ბევრ საინტერესო პრაქტიკებს, ყოველდღიურ ინფორმაციას, ყოველდღიურ შემეცნებით უზარმაზარ პლასტს ატარებს ჩემი დახურული ჯგუფი, ხო? ეს არის გაკონტროლებული ჯგუფი, სადაც თითოეული ადამიანი არის გაკონტროლებული. რაც ნიშნავს იმას, რომ მათი პროფილები ყველაფერი არის აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ. მარტივი მიზეზიდან გამომდინარე. იმიტომ რომ ჩემი გვერდი და პირადად მე ნინო ლეჟავა ძალიან დავიღალე ქურდებისგან და ძალიან დავიღალე პირდაპირ ვამბობ, დავიღალე იმ პარაზიტი ადამიანებისგან, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ მიღების მდგომარეობაში არიან, მხოლოდ და მხოლოდ და არასოდეს ადამიანო, რომელიც ახლა usmen ამ პოდკასტს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ეს იქნება ინფორმაცია ჩემთან სხვასთან, იქნები მიღების მდგომარეობაში. და თუნდაც არ გაიმეტებ კონკრეტულ მინიმალურ ენერგიას იმისთვის, რომ ადამიანს დაუფასო, ესე იგი უნდა გაიაზროს ადამიანმა, რომ ის იმყოფება პარაზიტულ ენერგიებში. შესაბამისად, კიდევ ერთხელ განმეორდები. პარაზიტებისგან და უპასუხო ურთიერთობებისგან მე უკვე ძალიან დიდი ხანია თავის შორს დავიჭირე. როცა მაქვს იმის საშუალება წერსაჯარო გაშლებს, როცა არ მაქვს ამის ფიზიკურად დროიდან გამომდინარე, მხოლოდ და მხოლოდ საშუალება, იმიტომ რომ დრო მე უამრავ შრომას გავდივარ ყოველდღიურად. ადამიანები ალბათ ფიქრობენ, რომ ეს არის ძალიან მარტივი პროცესი, ნუ ხა თუ გადახედავთ ისეთ არასერიოზულ პლატფორმებს, სადაც ყველა მეორე ტაროს კარდს აფრიალებს და ჯადოქარ მაგისტრობას იბრალებს, ნუ მათი გადმოსახედიდან შესაძლებელია ფიქრობდეთ, რომ ეს ყველაფერი მარტივია. მაგრამ ეს არის უამრავი ღამის თენება, ეს არის შემეცნებითი პროცესები, სადაც მე ჩემს ჯგუფის წევრებთან ერთად და იმ ადამიანებთან, რომლებიც იმსახურებენ, დიახ, იმსახურებენ ამ სიმბიოზს, ამ ურთიერთობას, ჩვენ ვართ ერთი ორგანიზმი, რომლებიც ყოველდღიურად ვზრდით საკუთარ პოტენციალს, დიახ, ვიუმჯობესებთ ჩვენს ყოველდღიურობას, სურვილებს, ვამუშავებთ ტრამვებს და ვსწავლობთ სამყაროსთან ურთიერთობას. და ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ეს არის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი, რაც სამყაროში გამოჩნია.
და ვინმე პარაზიტს თუ გულისწყდება იმისთვის, რომ ნინო და ცდილობს, რომ თავისი იაფასიანი манипуляციებით დაანამუსოს ჩემი გვერდი, რომ აი ნინოს დახურული ჯგუფი და მხოლოდ ისინი ყავს ადამიანები, რომლებიც ფულს უხდიან. ამაში მიმიფურთხებია პირდაპირ გეუბნებით იმ პრაქტიკოსის ღირსებისთვის, ვისთვისაც ადამიანების დარც, პრობლემას, ტკივილს იყენებს როგორც ფინანსურ რესურსს. ესეთი ადამიანები ძალიან მალე ამოდიან, ნათდებიან. ხშირად ვაკვირდები ხოლმე ასეთ ადამიანებს და მათ ბოლოს მერე ბოლო შედეგს და მერე უცებ ერთმშვენიერ დღეს როგორ ძალიანაც აკაშკაშდებიან ხოლმე, მერე ისე უცებ იფანტებიან და ქრებიან და თითქოს ისინი არც კი ყოფილან. იმიტომ რომ თუ შენს ტყუილებს, შენს შარლატანობას, შენს ტყუილებს და სიცრუებს მაგიის სახელით გარკვეული ენერგიები მხარს უჭერან, ხო, შენაირი მარგინალები. ერთმშვენიერ დღეს მათთვის საჭირო აღარ გახდები. ერთმშვენიერ დღეს დაგასრულებენ. ისე როგორც ძალიან ბევრი დაასრულეს. ეს ჩემს ჭყალებში კოლეგებს დიდი სიყვარულით. თქვენ კი რა შეგეხებათ ადამიანებო? იცოდეთ რას ნიშნავს შრომა? თუ არ აფასებთ სხვა ადამიანის შრომას, ვერასოდეს ვერ დააფასებენ თქვენ შრომას. თუ არ ცემთ ხვის დროს პატივს, არასოდეს არ ცემენ დროს თქვენს დროს პატივს. და კიდევ ერთხელ მოგმართავთ манипуляторებს. იმიტომ რომ თქვენი манипуляციები ჩემთვის უკვე ესეთი კარგად ცნობილი საღეჭი რეზინია, რომელიც ძალიან ბევრჯერ დამიღეჭავს და ძალიან ბევრჯერ მიცხოვრია და ძალიან კარგად ვიცი როგორ გაგცეთ პასუხი. ასე რომ ვინც ფიქრობთ, რომ ინფორმაციული დეფიციტი ჩემს გვერდებზე იქმნება მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები ჩემს ჯგუფში შემოვიყვანო, ეს არის ინფორმაციული ძალადობა, მეტი არაფერი. ძალადობა, იმიტომ რომ ჩემს ჯგუფში ძალით არავინ არ არის. ჩემს ჯგუფში არიან ადამიანები, ვისაც სურს უფრო მეტი შეიცნოს და მიდის მაშინ, როდესაც ის ჩათვლის, რომ წავიდეს. ყველა ადამიანი არის თავისუფალი და კეთილი ნების გამომხატველი. უბრალოდ სანამ ადამიანები არიან ჯგუფში, უნდა დაიცვან შესაბამისი წესები. რაც ნიშნავს იმას, რომ არ უნდა იყოს უღირსი, არ უნდა იყოს ქურდი, პარაზიტი, მატყუარა და ასე შემდეგ. ხო? იმიტომ რომ ყველა მონასტერს, როგორც იტყვიან, თავისი წესები აქვს. და იქ სადაც აბიჯებ, უნდა იცოდეს სად აბიჯებ. მაგია არ ყოფილა სათამაშო არასოდეს. და ის რაც დღესდღეობით ქართულ ეზოთერიულ სივრცეში ხდება, პარანოია, აუცილებლად თავის შედეგებს დადებს და უკვე დებს. ადამიანები არიან სიგიჟის ზღვარზე, ადამიანებს მიეცათ ზღვა ინფორმაცია, ადამიანებს მიეცათ ინტერნეტი, ადამიანებს მიეცათ წვდომა, მაგრამ ყველაფერთან ერთად, ზუსტად ამიტომ იმატა უამრავმა ფსიქოლოგიურმა აშლილობამ, ნევროზმა, დეპრესიამ, პანიკურმა შიშებმა და კიდევ ძალიან ბევრმა პრობლემებმა, იმიტომ რომ ადამიანების ცნობიერი ყველა ერთნაირად არ არის მზად, რომ აღიქვას ერთი და იგივე დიაპაზონის ინფორმაცია. არც სამყაროში უფასო არაფერი არ არსებობს. არც რუნას, რომელსაც დაიხატავთ ხელზე, იმიტომ რომ ფინანსები მიიღოთ, უფასოდ არ მუშაობს. ზოგადად უფასო არაფერი არ არსებობს, მეგობრებო, ამ სამყაროში და მე ახლა თქვენ არ გესაუბრებით ფინანსებზე. ფინანსები ერთ-ერთი ყველაზე, მოდი ასე ვთქვათ, იაფასიანი რესურსია ჩვენს რეალობაში, უბრალოდ ადამიანები ზედმეტად არიან მიჯაჭვული ამ ყველაფერზე და ფიქრობენ, რომ ამ საზომით იზომება სამყაროში ყველაფერი. არა, უფრო მეტად ძვირფასი ენერგიაც არსებობს. ეს არის ჩვენი ჯანმრთელობა, ეს არის ჩვენი დრო, რომელსაც ვერასოდეს ვერ დააბრუნებთ უკან, თუ მას არ გამოიყენებთ ისე, როგორც საჭიროა და ეს არის ნებისმიერი ის ენერგია და რესურსი, რასაც ადამიანი შემოქმედებს ყოველდღიურად. ახლა კი რეზიუმე. როდესაც მექნება ჩემი ამ გვერდის და YouTube არხის მსმენელებისთვის დრო და საშუალება არასოდეს არ დავიშურებ, რომ თქვენთვის გავაგრძელო საჯარო გაშლების ჩაწერა,
და იცოდეთ, რომ ეს გვერდი მზის ადამიანი მხოლოდ გააგრძელებს მუშაობას და ფუნქციონირებას ამ ფორმატით, რაც არის მხოლოდ საჯარო გაშლები, ძალიან ესეთი ყოფიერი მარტივი რჩევები, არანაირი მაგიური და ეზოთერულ შემეცნებითი ინფორმაცია, ეს ჩემთვის ძალიან საკრალური და ძვირფასია. და მხოლოდ სადიაგნოსტიკო სივრცეთ იქნება გამოყენებული ეს გვერდი. ესეც, რა თქმა უნდა, იმ შესაძლებლობების მიხედვით, რასაც მე დრო და ენერგია მომცემ საშუალებად. რადგან არავინ სამყაროში არავის ვალდებული არ არის. ესეც უნდა გავიქოთ. წარმატებებს გისურვებთ და ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.